საბაზო კვების შედგენის და შემდეგ 2 კვირა შესრულების შემდეგ უკვე ზუსტად გეცოდინება რამდენია შენი შენარჩუნების კალორიები. ამიტომ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანაც დაიწყო. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, წონის დასაკლებად უბრალოდ უნდა შეამცირო კალორიები, ხოლო მოსამატებლად უნდა გაზარდო. მაგრამ ამ შემცირებას და გაზრდას თავისი პრინციპი აქვს, ამიტომ ამ ვიდეოში ავხსნი წონის კლებისთვის საჭირო ცვლილებებს და შემდეგ ვიდეოში გადავალთ წონის მომატებაზეც. პირველ რიგში უნდა დავგეგმოთ, რამდენი ხანი გაგრძელდება ჩვენი ცხიმის კლების დიეტა, იმიტომ რომ არც უსასრულო გაგრძელებული დეფიციტი და არც ძალიან სწრაფი კლება არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის. დიეტის ხანგრძლივობა დასაკლები წონის რაოდენობაზე არის დამოკიდებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 20 კილო თუ მაქვს დასაკლები, მთლიანი წონა ერთ ჯერზე უნდა დავიგო. რაღაც პერიოდის მერე ორგანიზმი ზედმეტად იღლება, ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია დიეტის გაგრძელება და წონის კლებაც უფრო და უფრო ნელდება. ამიტომ მაქსიმალური წონა, რაც ერთი დიეტის ფაზაში შეგიძლია დაიკლო, შენი სხეულის წონის 10%-ია. ანუ 75 კილოს თუ იწონი, ერთ დიეტაზე მაქსიმალურად 7.5 კილო უნდა დაიკლო. ეს ბევრისთვის ცოტა იქნება, იმიტომ რომ საქართველოში ყველანაირ სტანდარტს და უსაფრთხოების წესებს გაცდენილები ვართ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯანმრთელობისთვის და შედეგის შენარჩუნებისთვის ასე საჭირო. თუ ბევრი წონა გაქვს დასაკლები, მაშინ 10%-ს დაიკლებ და შემდეგ წონის შენარჩუნების კვებაზე გადახვალ იმდენი ხანი მაინც, რამდენიც წონის დაკლებაში დახარჯე. ახლა რამდენ ხანში უნდა დაიკლო ეს 10%? დიეტის ხანგრძლივობა კლების სიჩქარეზეცაა დამოკიდებული. უკვე ვიცით, რომ მაქსიმუმ 10% უნდა დავიკლოთ, მაგრამ ამ 10%-ის ერთ კვირაში დაკლება არ შეიძლება. რეკომენდებული სიჩქარე 0.5%-დან 1%-მდეა ყოველ კვირაში. ანუ გამოდის, რომ მაქსიმალური წონის დაკლება თუ მინდა 10 კვირიანი დიეტა უნდა გავაკეთო და ყოველ კვირაში უნდა დავიკლოთ ჩემი სხეულის წონის 1%. მაგრამ ისევ გავიმეორებ, რომ ეს მაქსიმუმია. დამწყებისთვის, რომელიც ხანგრძლივ დეფიციტს არაა მიჩვეული, სხეულის წონის 6%-ით დაწყება უკეთესი იქნება, იმიტომ რომ მასზე ზედმეტი სტრესის და კვებაზე კონტროლის დაკარგვის შანსი ბევრად ნაკლებია. ჩვენი მაგალითისთვის ვთქვათ, გადავწყვიტეთ, რომ დიეტა 10 კვირა უნდა გაგრძელდეს და კვირაში სხეულის წონის 1% უნდა დავიკლოთ. 75 კილო ადამიანისთვის 10% 7.5 კილოა, რაც 10 კვირაზე რომ გავანაწილოთ, კვირაში 750 გრამი გამოდის. ახლა ისეთი კალორიული დეფიციტი უნდა შევქმნათ, რომელიც ყოველ კვირა 750 გრამი ცხიმის დაკლებას გამოიწვევს. ამისთვის ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენი კალორია 750 გრამ ცხიმში. 1 კილოგრამ ცხიმში 7700 კალორია შედის, ამიტომ 7700-ს გავამრავლებთ 0.75-ზე და მივიღებთ 5775 კალორიას. ანუ კვირის დეფიციტი 5775 კალორიაა, რაც დღეში 825 კალორია გამოდის. ანუ იმისთვის, რომ ამ ადამიანმა კვირაში 750 გრამი ცხიმი დაიკლოს, მის შენარჩუნების კალორიებს უნდა გამოაკლდეს 825 კალორია. ეს 825 კალორია შეგიძლია ცხიმებიდან ამოაკლო, შეგიძლია ნახშირწყლებიდან, ან ორივე ერთად. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ცხიმების მინიმუმს არ ჩამოცდე და ცილები არ შეამცირო, იმიტომ რომ დეფიციტში ცილების შემცირება კუნთის დაკარგვას გამოიწვევს. რომ შევაჯამოთ, ერთ ჯერზე მაქსიმუმ შენი წონის 10% შეგიძლია დაიკლო კვირაში 1%-ის სიჩქარით. დეფიციტის გამოსათვლელად შენი წონის 10%-ს გაყოფ კვირების რაოდენობაზე და მიღებულ ციფრს გაამრავლებ 7700-ზე. ასე მიიღებ კვირის დეფიციტს, ხოლო დღიური დეფიციტის გამოსათვლელად ამ ციფრს კიდევ გაყოფ 7-ზე. ცხიმის კლებისთვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ვიდეოში განვიხილავთ კუნთის მომატებისთვის საჭირო ცვლილებებს.